შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ბჭობა მესამე. ჩემთან მოდიან უგონონი და გონიერნი, ნათელი და შეზღუდული გონების მქონენი, ბავშვები, ჭაბუკები, მოწიფულნი და ხანდაზმულნი. ყველანი ესენი მიამბობენ იმას, რაც მათ სულსა და გულში მოეპოვებათ. მიამბობენ, რას ფიქრობენ, როგორ ცხოვრობენ, მოქმედებენ. მიამბობენ ყველაფერ იმას, რაც გამოცდილებით შეუძენიათ. მე კი ვალდებული ვარ ყოველივე ეს მივიღო და ის მოვინკა, რაც სხვებმა დათესეს ჩემთვის. გოეთე. კორნელის დაპატიმრების ამბავი ელვისის სწრაფით მოედო მთელს ქალაქს. იგი მეხივით დაატყდა თავზე კორნელის ყოველ ნათესავსა და მეგობარს. ყველა თავისებურად განიცდიდა და აფასებდა კორნელის დაპატიმრებას და საპირველ მაისო დემონსტრაციაში მის მიერ მონაწილეობის მიღებას. წერალთა ჟურნალის რედაქციაში პოეტი რაფაელ ახვლედიანი ამბობდა: დიდარი ბიოგრაფია აქვს კორნელი მხეიძეს, რომანტიკული მიჯნურობა, სპორტი, ფრონტი, კლუბში დაჭრა, პოლიტიკური ბრძოლა და ბოლოს დაპატიმრება და ციხე. მართლაც დაუდასტურა გოთუამ. არ დახრიტონ, ან არ ჩამოახრჩონ ის უბედური, შეეცოდა კორნელი მოგველაძეს. უთუოდ დიდი ტალანტის მქონე ჭაბუკია. ჩამოხრჩობის წინ ვაითუ ფრანგი პოეტის ფრანსუა ვიონის მსგავსად ცინიკურად წააწეროს მან ციხის კედელს და ეგ საჯდომი, რასაც იწონის, ხვალე გაიგებს ჩემი კისერი. ღიმილით აღნიშნა თეოფილ გოთუამ. ლეონარდო ტაბადაძეს კორნელისათვის ციხეც კი შურდა და მეგობრებს უთხრა: უცნაური ხალხი ხართ თქვენ. რა შვაშია ფრანგი პოეტი ფრანსუა ვიონი და ვიღაც კორნელი მხეიძე? რატომ? შეედავა რაფაელი. ამან ლეონარდო ტაბადაძე უფრო გააბრაზა. ვერ გამიგია, მართლა ამბობ თუ ხუმრობ? ჰკითხა ლეონარდომ. მართალს მოგახსენებ, ბატონო ჩემო, მიუგო რაფაელმა. თეოფილ გოთუა ამან წააქეზა და ლეონარდოს უთხრა: მაგბიჭის ცხოვრება რაღაცით წააგავს ფრანსუა ვიონისა და არტურ რემბოს ცხოვრებას. არაფერი არ გწოდნიათ, უვიცი და პროვინციელები ყოფილხართ. რა საერთო აქვს ხალხოსანი ჩვენი მწერლების მიბაძვით, გლეხებისა და მუშების გაჭირვებაზე და მათ ბრძოლა ჭიდილზე მჯღაბნელ, შინ გამოზრდილ, ქართველ ახალგაზრდა ბელეტრისტს, ვიღაც კორნელი მხეიძეს, რომელიც საქართველოს არ გაშორებია, უცნაურ მოხეტიალე დაუდგრომელ და გენიალურ ფრანგ ჭაბუკთან, არტურ რემბოსთან. რემბო მთელი ქვეყანა მოიარა, იგი ჰოლანდიის არმიის ჯარისკაცი, სტოკჰოლმის ცირკის კონტროლიორი, კუნძულ კვიპროსზე ანტრეპრენერი,
ხარარში ვაჭარი, აფრიკაში ტყავეულის გამყიდველი, მუდამ მოუსვენარი, დამცინავი, სილამაზის უარმყოფელი და ხრინწის მოტრფიალე იყო. მან თვრალ ხომალდში მთელი ქვეყანა, მათ შორის ევროპის ცივილიზაცია გამოიტირა. იზღა გვაკლია კორნელი მხეიძე, არტურ რემბოს და არაჩვეულებრივ დემონურ დიდ გიჟურ გენიის მქონე ჭაბუკს ისიდორ დიუკას თავად ლოტრეამონს შევადაროთ, რომელმაც თავისი მალდარორის და გომბეშოს სახით მთელ სამყაროს და ადამიანის მოდგმას რექვიემი უმღერა. ლეონარდო ტაბადაძის ასეთი თავდასხმის მერმე თეოფილე გოთუა სახტად დარჩა და დაბნეულად წაილუღლუღა. ნეტავ ენა მომტეხოდა და ფრანსუა ვიონი არ მეხსენებია. მე ის ფრანგი პოეტი იმიტომ მომაგონდა, რომ ჩვენი მწერალიც მასავით ციხეში ჩააგდეს. შენ კი მთელი წირვა ლოცვა გამოიყვანე. მაყაშვილთა ოჯახში ყველამ ერთხმად ჩაჰქოლა კორნელი. ასე მოუხდება, ამბობდნენ, წინ წყალი, უკან მეწყერი. ესაც უსურვეს, მხოლოდ ნინო არ იზიარებდა საერთო აზრს. შიშობდა კორნელი სასტიკად არ დასაჯონო და მზად იყო მსხვერპლი გაეღო, ოღონდაც გამოეხსნა იგი. კორნელის დაპატიმრების ამბავი დეიდა ელენემ ყველაზე გვიან შეიტყო. ეს ამბავი ელენეს ესტატე მაყაშვილის მეუღლემ ვარდომ ტელეფონით ახარა. ახლა კი მიხვდა ელენე თუ რა დიჯდა მუნჯად სადილობისას მისი გულმოკლული მეუღლე. ქმარს სადილისათვის ხელიც არ უხლია. ის და მისი მოადგილე ინსპექტორი დიმიტრი ჯანელიძეც თავისი მოწაფეებით დემონსტრაციაზე იყვნენ და კორნელის დაპატიმრება იქვე შეიტყვეს, მაგრამ დათა ვერ ბედავდა ცოლისათვის განეცხადებინა ეს ამბავი. ელენე მიკივლა და მერმე მოთქმით ტირილი გააბა. როდესაც ტირილსა და ჟივილს მორჩა, გამხტარმა და ჩიაქმარმა დახშული ხმით ჩაილაპარაკა. თავი დაიღუპა იმ ბიჭმა, ჩვენც დაგღუპა. ჩვენ რა შვაში ვართ? გაოცებით ჰკითხა ნამტირალევმა ცოლმა. როგორ თუ რა შვაში ვართ? კორნელი ხომ ჩვენი ნათესავია და ჩვენთან ცხოვრობს. მერე რა? რამიშვილს გაუგია კორნელის და მიტოს რომ მიუბეგვიათ საგანგებო რაზმის აგენტები, გვარდიელები და თვითონაც დასახიჩრებულან და თავი კინაღამ არ წაუგიათ. უთხრა ცოლს ქმარმა და დასძინა. რამიშვილს უთქვამს, რატომ აგენტებმა იქვე ქუჩაში არ ჩააძაღლეს ის არამზადებიო. თვითონ უნდა ჩააძაღლო ის ოხერი, სატანა. აენთო ელენე. რას ამბობ, ქალო? გაოცდა დათა. ნამდვილს მოგახსენებ. შენ თვითონ არ უწოდე ამას წინათ რამიშვილს ჯალათი და მტარვალი. მიუგო ცოლმა. აბა ეგ საიდან მოიგონე? შარზე ხომ არ ახარ? გინდა დამღუპო? შეშინდა დათა. მოკლე და დაკვარკნილი შავი წვერის გრეხა, წიწკნა და გლეჯა დაიწყო. მოდიდან უშეგეშინდება. რამიშვილი მრისხანე და დაუნდობელი კაცი იყო. მას საფრთხობელას უწოდებდნენ. იგი შიშის ზარს სცემდა და სასტიკად უმასპინძლდებოდა ყველას, ვინც კი თავრობის უკმაყოფილებას გამოსთქვამდა. განსაკუთრებით მელითონეები და მასწავლებლები აითვალისწუნა მან. სკოლების გაფიცვის დროს დათა მიქელაძის გიმნაზიის მოსწავლეები მოწინავეთა რიგებში იყვნენ და დირექტორს ეშინოდა რამიშვილმა არ მომხსნასო, მაგრამ ელენეს ახლა ქმრის დარდი არ ჰქონდა. განა შენ არ მითხარი ამას წინათ?
ამ საშინელი სიძვირისა და შიმშილის დროს რამიშვილი მასწავლებლებს თვეობით არ გვირიგებს ჯამაგირს. ხელფასის მომტანების ნაცვლად გაფიცულ მასწავლებლებს სამსახურიდან დათხოვნით და დაპატიმრებით გვემუქრებაო, ქაქანებდა ელენე. მე ბევრი რამ მithქვამ შენთვის, მიუგო ქმარმა, მაგრამ შედალოცვილო. შინ რასაც გეტყვი, ის ხალხში კი არ უნდა გაიტანო. რამიშვილის და მენშევიკების ძვირს ყველგან ვიტყვი და ვიყვირებ. არ ცხრებოდა ცოლი. ხედავ, სანამდე მიიყვანეს ქვეყანა, მალე შიმშილით ამოვწყდებით. ყველა მათხოვრებს დავემსგავსენით, შიშველ ტიტველნი ვივლით. ასე უნდა დავიარებოდე მე, ელენე მდივნის ქალი, შეხედე. დაიძახა გაანჩხლებულმა და წონასწორობა დაკარგულმა ქალმა და კაბა კინაღამ არ წამოიხადა. რომ გაგიშა! დაუყვირა დათამ, დოწყნარდი, შეწყვიტე რამიშვილისა და ჩვენი მთავრობის ლაძღვა გინება. დააყენე მდივნებს ეგ მოწამლული ენა. არა, არ დავაყენებ. როგორ არ ვაგინო რამიშვილს, კორნელის ჩაძაღლებას თუ უპირებს, გავლანძღავ კი არა, დღესვე მიუვარდები და თვალებს ამოვკუჭავ. გაბრაზდა ელენე და მოცისფერო თვალები ძუ ვეფხვივით დაუბრიალა ქმარს. შიშარა ქმარი ცოლს მიაშტერდა და გაილურსა. მან იცოდა ასეთ დროს გარინდება და დათმობაზე წასვლა რომ სჯობდა. ჩაძაღლებს კი არა, ის არ გინდა? ეს გაბრაზების დროს წამოწდა რამიშვილს, არაფერსაც არ უზამს კორნელის, აი ნახავ. დღესვე გამოუშვას კორნელი იმ შენმა რამიშვილმა, თორემ შავ დღეს დავაყენებ. ისე დაუყვირა ცოლმა თითქო რამიშვილის მიერ კორნელის განთავისუფლება დათაზე იყოს დამოკიდებული. დათა ისევ შეშინდა და წაილუღლუღა. მიკვირს შენი ამბავი. მთავრობის და ხალხის ცემისათვის კორნელის და მიტოს თავზე ხელს რომ არავინ გადაუსვამდა არ იცოდი? თავის თავს დააბრალონ. დათა დადუმდა. ცოტა ხნის მერმე მოულოდნელად განაცხადა. ამბობენ ინგლისელები ბათუმიდან მიდიან. ბათუმის ოლქში ჩვენი ჯარები შევლენო. ელენე გაუცდა და ჰკითხა, რა კავშირი აქვს ამას კორნელის დაპატიმრებასთან? როგორ თუ რა კავშირი აქვს? განუმარტა ქმარმა. რამიშვილი მანამდე კარგად მეპყრობოდა. მან ჩემი კანდიდატურა წამოაყენა ბათუმის ოლქის სახალხო განათლების განყოფილების გამგის თანამდებობაზე, რათა იქ განათლების სისტემაში თურქული გავლენა აღმომეფხრა. მენშევიკებმა ჩვენთან, ფედერალისტებთან უკვე კავშირი შეჰკრეს. ისინი ჩვენ გვენდობიან და საპასუხისმგებლო ადგილებზეც გვნიშნავენ, მაგრამ რად გინდა მერმე შენ? მეშინია კორნელის გამო ყველა ფერი არ ჩაიშალოს. არ მესმის რას ამბობ. რამიშვილმა თუ გაიგო, რომ კორნელი ჩემი ნათესავია და ამასთან ჩემთან ცხოვრობს, აჭარის განათლების განყოფილების გამგედ კი არა, სკოლის უბრალო მასწავლებლად დარაჯადაც არ დამაყენებს და კორნელისთან ერთად საქართველოდან რუსეთში გამასახლებს. აი რა გვიყო შენმა კორნელიმ. აი როგორი კაცი ყოფილხარ. აი რა მუცლის გვემა გქონია. შენ კარიერას მისტირი თურმე და არა კორნელის უბედურებას. თუი შენი. გადააფურთხა გაანჩხლებულმა ცოლმა. დათა განადგურებული იყო. ელენემ შეხედა. თვალზე ცრემლი შენიშნა და შეეცოდა. იგი ორ ცეცხლშუა იწვოდა. დისწულისა და ქმრის სიყვარული უნდა დაედო სასწორზე. ბოლოს კორნელის სიყვარულმა გადასწონა და ქმარს კითხა. ვის მივმართოთ კორნელის გათავისუფლებისათვის?
უპროტექციოდ და უქრთამოდ აქ ვერაფერს გააწყო. ისევ პროტექცია, ისევ ქრთამი, ჩაიქნია ხელი დათამ. რა ვიცი, ვის მივმართოთ? შენ არასოდეს არაფერი არ იცი. შენ განა კაც საქმეში გამოადგები, ისევ გაბრაზდა ელენე. ტვინის განძრევის გეშინია. ვარდოს ხომ არ მივმართო? ესტატე გეგეჭკორის მეგობარია. შეიშალე, იყვირა ქმარმა. იგი განა ესტატეს თხოვს გეგეჭკორს ბოლშევიკი გაათავისუფლეო? სხვა რა იყოს რა, ესტატეს კორნელისაგან თავის ქალის ნინოს შეურაცხყოფა ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია. ქმრის მოსაზრება ჭკუაში დაუჯდა ელენეს და თავი ჩაჰკიდა. უცებ ფიქრში წასულ ქალს ბედნიერი აზრი დაებადა. ჩვენი ინსპექტორი დიმიტრი ჯანელიძე კედიას ცოლის ძმა. დიმიტრი უნდა ავამუშაოთ. კედია კიდევაც რომ ეცადოს, რამიშვილი ბოლშევიკების განთავისუფლების ბრძანებაზე არასოდეს ხელს არ მოაწერს. შენ ისე ლაპარაკობ, თითქო კორნელი მართლაც ბოლშევიკი იყოს. მაშ ვინ არის? მენშევიკების კრიტიკა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბოლშევიკობას. მე არ ვიცი, პარტიის წევრი არის თუ არა კორნელი, მაგრამ მისი მოთხრობების და მისი შემოქმედების მიხედვით ეს ასეა, იგი უთუოდ ბოლშევიკია. რაც უფრო უხშობდა დათა კორნელის განთავისუფლებისათვის მისაგნებ გზას, მით უფრო საზრიანი და ხერხიანი ხდებოდა ელენე. ქალი არ ვიყო ტერეზას ჩამოსვლამდე, კორნელი თუ არ გამოვაშვებინო ციხიდან, იკვეხნიდა იგი. აღდგომა და ხვალაო, მიუგო დათამ და შენიშნა. თუმცა ვინ იცის, მდივნები განსაკუთრებით ქალები, ტერეზა, შენ, თამარი, ხერხიანი, ფხიანი, ჟინიანი და პრაქტიკული გონების მქონე ადამიანები ხართ. თქვენი ძამია ოტიასი კი რა მოგახსენოთ. კარგი რომ მიქელაძეებს არ ვგავართ მდივნები, სწორედ იმიტომ რომ ფხიანი ვარ, ჩვენ კიდევ ვიღწვით და ჯერ კიდევ არ დავხოცილვართ შიმშილით. შენ ჯამაგირზე ჩვენ ერთ კვირაზე მეც ვერ გავძლებდით. სწორედ ჩემი ფხიანობის და პრაქტიკული უნარის გამო ვაღწევთ თავს, ასე თუ ისე ამ დუხჭირ ცხოვრებას. დათამ კამათი აღარ დაუწყო. 3 მაისს ნასადილებს ელენეს მარო ფრუიძე და კორნელის მეგობრები სანდრო ხოტივარი და კუკური ზარანდია ესტუმრნენ. სანდროს არ სჯეროდა კორნელი დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის რომ დააპატიმრეს. მიკვირს რა საერთო აქვს კორნელის ბოლშევიკებთან. კუკური ზარანდიამ აუხსნა. კორნელი ფიქრობს და მეც იმაზრის ვარ რომ დენიკინის ლაშქრის დამარცხება, რომელსაც ევროპის დიდი სახელმწიფოები ასე შველოდნენ, ანტანტის სისუსტეს მოასწავებს და საბჭოთა რუსეთის ძლიერებაზე ღაღადებს. მომავალი საბჭოთა რუსეთს ეკუთვნის. სამწუხაროა თუ საბედნიერო ეს ამბავი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ამას შენ და კორნელი კი არა, შეშინებული ფილისტერი მეტყველებს თქვენის ბადით, შენიშნა სანდრომ. მაგას ნუიტყვი. დაიცვა კორნელი კუკურიმ. კორნელი ჩემზე და შენზე უფრო განათლებული, უშიშარი და მამაცია. მაშინ მას ცუდად უანგარიშია. მე თავს ვანებებ რევოლუციურ პრობლემებზე კამათს და თავს არ ვიტყუებ სოციალიზმის ილუზიით, მაგრამ ერთ რამეში მტკიცედ ვარ დარწმუნებული. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება არასოდეს არ დამყარდება. რატომ ხართ მაგაში დარწმუნებული? ვკითხა მარომ. იმიტომ რომ მოკავშირენი ისეთი სუსტნი არ არიან,
რომ ბაქო და ბათუმი საბჭოთა რუსეთს დაუთმონ. კამათმა მწვავე ხასიათი მიიღო. ელენეს თავისი დარდი აწუხებდა და წყენით განაცხადა. რა უბედურებაა, შეიყრებით თუ არა ახალგაზრდები, მაშინვე პოლიტიკაზე იწყებთ დავას. ახლა ისაშჯობია დამეხმაროთ და მასწავლოთ. რა საშუალება გამოვძებნო იმისათვის, რომ კორნელი ციხიდან გამოვიხსნა. სანდროს და კუკურის გაუკვირდათ გიმნაზიის დირექტორის ცოლი კორნელის საშველად მათ რომ მიმართავდა. ვერაფერი ვერ ურჩიეს. ელენე ამაოდ მოელოდა მათ პასუხს. ასეა ყოველთვის, ნაღვლიანად განაცხადა ელენემ. საცოდავი კორნელი მზად იყო ყველასათვის ეშველნა, მას კი არავინ. მარო განა მან არ გამოიხსნა ციხიდან შენი ძმა. განა მან არ გაათავისუფლა თავისი სკოლის ამხანაგი მერაბიანი. მარო გაწითლდა და თავი ჩახკიდა.